მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ რაიმე შენიშვნა წინადადება არის, დავამტკიცოთ. დღის წესრიგში ჩვენ რა თქმა უნდა ბიუჯეტით ვიწყებდით, თავარი საკითხი ჩვენი ეს არის, მაგრამ სხვა კომიტეტი იწყება და მომხსენებელი ჩვენთან ბრძანდება კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე და მინდა რომ თქვენი ცნებართვით არ არის დიდი საკითხი, პირველ რიგში ეს განვიხილოთ. საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე ტაპატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, იოსებ ჯორბენაძის, გენრიეტა ციცავას, ირაკლი ხელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მეორე მოსმენა მოხსენებული პარლამენტის წევრი ბატონი ალექსანდრე ტაპატაძე. მოგესალმებით. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ ეს მეორე მოსმენა არ და პუნქტობრივად უნდა გავიაროთ, მაგრამ თუ თქვენ რაიმეს თქმა გსურთ, თუ არ და გადავიდეთ პირდაპირ პუნქტებზე. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს. აქ ერთი ცვლილება შედის 39 მუხლის მეორე ნაწილს უნდა დაემართოს შემდეგი შინაარსის J ქვეპუნქტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის შესახებ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში. მოკლედ რომ გითხრათ, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს სამებართო პირობებში კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით თავდაცვის სამინისტროს, რომ კონდეს შესაბამისი წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე საგადასახადო და საბაჟო სამსახურებიდან. ეს არის სულ ამ კანონპროექტის არსი. მადლობთ, ჩვენ ეს პირველი მოსმენით განვიხილეთ, ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ პროცედურულად გავიაროთ. მუხლი პირველი, ხომ რა ის რაიმე შენიშვნა? არ არის, ცვლილება არ არის. მუხლი მეორე ამოქმედება. არ არის ხომ არა? არაფერი. კარგი, მადლობთ. შეკითხვები არ არის, თხოვთ უყაროთ კენჭი. მადლობთ. მადლობთ ბატონო ალექსანდრე ამწუხებელს. დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოქმნილი კანონპროექტი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ გადამუშავებული ვარიანტი. მოხსენებელი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ 2026 წლის ბიუჯეტს. პრინციპში ჩვენ აღნიშნული საკითხი დაახლოებით 2 კვირის წინ გავიარეთ ყველა კომიტეტზე, შემდგომ შემაჯამებელი სტომა იყო ამ კომიტეტზე. წარმოქმნილი ბიუჯეტი შინაარსობრივად შეცვლილი არ არის, ჯერჯერობით იგივე შინაარსობრივად და პარამეტრები იგივე დონეზეა წარმოქმნილი, ვინაიდან ჩვენ ეხლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ როგორც 2026 წლის პარამეტრების დაზუსტებაზე, ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტებაზე და შესაბამისი ცვლილებები იქნება თქვენს წინაშე წარმოქმნილი დაახლოებით 2 კვირის ვადაში ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ამ ცვლილებებს. შესაბამისად, ის შენიშვნები, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული და ის წინადადებები, რომელიც აისახა პარლამენტის საბოლოო დასკვნაში, ამაზე მიმდინარეობს ამ ეტაპზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი მათი იქნება გათვალისწინებული, რის შესაძლებლობაც იქნება და სწორედ ამიტომ ჯერჯერობით 2026 წლის ბიუჯეტი იგივე შინაარსობრივად იგივე პარამეტრების არის წარმოქმნილი. მაინც მოგახსენებთ ძირითად პარამეტრებს, რაც გვაქვს 2026 წელს დაგეგმილი, მნიშვნელოვანი ცვლილებები პარამეტრების კუთხით ეკონომიკური დასგულისხმობა არ არის მოსალოდნელი, თუმცა რა თქმა უნდა, ასიგნებების ნაწილში გარკვეული ცვლილებები გვექნება, რიგ შემთხვევებში იქნება ზრდა, რიგ შემთხვევაში ნაწილი იმ შენიშვნების, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა გამართული, შეიძლება წესვე მოხდეს მათი დაფინანსება, ამიტომ ორივე ბიუჯეტი თქვენს წინაშე საბოლოო ვარიანტისთვის ბოლომდე იქნება წარმოქმნილი. რაც შეეხება პარამეტრებს, რაც გვაქვს 2026 წლისთვის გათვალისწინებული, რეალური ეკონომიკური ზრდა არის 5% და შემდგომ წლებში 5.3%-ია საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა. კლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მომდევნო წლისთვის არის 4%, ხოლო შემდგომ წლებში 3%. ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 3.6%-ის ოდენობით გო, ხოლო შემდგომ წლებში უბრუნდება მისი მიზნობრივი მაჩვენებლის დონეზე 3%-ია. ნომინალური კლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი მომდევნო წლისთვის 110.5 მილიარდ ლარში ადგეს, ხოლო შემდგომში იზრდება და 140 მილიარდ ლარს აჭარბებს. საგადასახადო შემოსავლებინა ერთ ბიუჯეტის ნაწილში გვაქვს 26.8 მილიარდი ლარი და დეფიციტის მაჩვენებელი გვაქვს გასაზღვრული 2.5%-ის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გვაქვს ჯამში 30 მილიარდ 290 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლებია 24 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები არის სახელმწიფო ბიუჯეტის წილად 23 მილიარდ 30 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები მილიარდ 350 მილიონი ლარი, ხოლო გრანტების მაჩვენებელი შეადგენს 219 მილიონ ლარს. პრივატიზაციიდან 200 მილიონი ლარია დაგეგმილი, სესხების დაბრუნების ნაწილში 280 მილიონი ლარი, ხოლო ვალდებულებებში მილიარდ 800 მილიონია საშინაო ფასიანი ქაღალდების ემისია, საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი შეადგენს მილიარდ 421 მილიონ ლარს, ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტები განსაზღვრულია 620 მილიონი ლარის ოდენობით და გარდა ამისა კიდევ არის ევრობონდების ემისიის თანხა მილიარდ 370 მილიონი ლარი, როგორც შემოსულობების ნაწილში, ასევე ხარჯვის ნაწილში მომდევნო წელს იგეგმება მოგეხსენებათ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება და შესაბამის თანხა როგორც შემოსულობებში, ასევე ხარჯვის ნაწილში არის გათვალისწინებული. ასიგნებებს რაც შეეხება მომდევნო წლისთვის ჯამში განსაზღვრული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 30 მილიარდ 475 მილიონი ლარის ოდენობით, რამდენიმე ძირითად უწყებას მოგახსენებთ, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო 9 მილიარდ 620 მილიონ ლარს აჭარბებს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, აქ მოგახსენებათ პენსიების ნაწილი არის განცდილი, ისევე როგორც ასაკობრივი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პირთა პენსიები, განსაზღვრულია შესაბამისი დახმარებები მაღალმთიან დასახლებებში, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 2 მილიარდ 36 მილიონი ლარი, მათ შორის იმაში რა ქვია, საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მილიარდ 350 მილიონი ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხით გათვალისწინებული გვაქვს 2 მილიარდ 615 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 319 მილიონ ლარს, სპორტის სამინისტროს გათვალისწინებულია 295 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში გამოყოფილი გვაქვს 3 მილიარდ 97 მილიონ ლარამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 855 მილიონი ლარი, რეგიონული განვითარების სამინისტრო 110 მილიონი ლარი, ეკონომიკისა და გრადი განვითარების სამინისტრო მილიარდ 152 მილიონი ლარი. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს 2026 წლისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ინტენსიურად როგორც სამინისტროებთან, ასევე შიგნით პარამეტრების დაზუსტების მიმართულებით და უკვე მომდევნო 2 კვირაში გვექნება საბოლოო ვარიანტი. წარმოვადგეთ თქვენ წინაშე როგორც 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს, ასევე 26 წლის გადამუშავებულ ვარიანტს, სადაც უდიდესი ნაწილი თქვენი დასმული წინადადებების, რომელიც პარლამენტის დასკვნა შეაისახა, იქნება გათვალისწინებული. დიდი მადლობა. შეკითხვები? ბატონი ბეჟანი გთხოვთ. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო გიორგი. ახლა გადავხადე ბიუჯეტის პარამეტრებზე, არავითარი კითხვა არ მაქვს, ბიუჯეტი კარგია და ზრდა არის და ყველა მის მიმართულება და საერთოდ მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც დაგეგმილია, ფაქტიურად ისეთია, რომელიც ქვეყანას სჭირდება. კიდევ უფრო მეტი კარგია, მაგრამ ამაშიდაც შეიძლება ის საქმეები გაკეთდეს ქვეყანაში, რაც პირველ რიგში აუცილებელი. ახლა გადამუშავებული ვარიანტი ჯერ არ წარმოგიდგენია და ალბათ როგორც თქვენ თქვით 2 კვირაში წარმოვადგენთ, მაგრამ მე მინდა რომ იქ იქნას გათვალისწინებული და გარკვეულწილად ის პროპორცია დავიცვათ რეგიონებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყოველწლიურად იცით რომ საბიუჯეტო სახსრების და ხელფასების და არის 10%, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება 10 წლების განმავლობაში, ფაქტიურად ჩვენ გვიფუჭდება, იმის გამო ვერ ვახერხებთ მიმომსახურება სათანადოდ. ეს იქნება პარკები, სკვერები, განათებები, გზები, იმიტომ რომ მას თავისი დამატებითი ინფრასტრუქტურა ჭირდება, როგორც არის ნაგვისურნები, მანქანების გადაადგილება, პარკი, რომელიც რაიონებში არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ვერ ახერხებს რაიონები, რომ შეავსოს ის ნორმალური და თანამედროვე ტექნიკით. მე როგორც დავთვალე საშუალო დაახლოებით იმ ბიუჯეტი, რასაც იღებდნენ წინა წელთან შედარებით 20-25% არის გასაზრდელი. ამიტომ ეს პარამეტრებზე უნდა დავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, გავიანგარიშოთ და რეგიონებს თუ ეს თანხები ჩვენ არ მივეცით, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება და გაგვიფუჭდება ის ინფრასტრუქტურა, ის სკვერები, ის პარკები, ის გზები და მოსახლეობა უღმაყოფილო იქნება. და მეორე მთავარი მიმართულება, რაც ეხლა ამ არჩევნებმა გამოავლინა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ეს არის წყლის პრობლემა. კატასტროფული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, მე თქვენ იტყვით ალბათ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვსდით ამ მიმართულებით დაფინანსება და ძალიან მაღალი პროცენტი ვსდით. მაგრამ გიორგი, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი უწყლობით იტანჯება ადამიანები და ჩვენ დღეს
როდესაც ასეთი შედეგები გვაქვს, ვერ აუხსნეს, რთული აუხსნა ადამიანებს, რომ რატო არ აქვს მაგ წყალი, თუმცა მე მესმის, რომ ამას ძალიან დიდი თანხები ჭირდება. კიდევ უფრო მეტი უნდა ჩავდოთ ამაში, რამე თუ რაღაცნაირად ისევ როგორც გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გადავტეხეთ, ასევე გადასატეხია ეს მემართულება. ეს არის ძალიან სერიოზული თემა და მე თხოვნა მაქვს, რომ ამ ბიუჯეტში ეს გარკვეულწილად იქნას გათვალისწინებული და რაც შეიძლება მაქსიმუმური გავაკეთოთ. და ველოდებით ბიუჯეტს გადამუშავებულ ვარიანტს და იმედია ვიმსჯელებთ ამის შესახებ. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის. ძალიან ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ბატონო ბეჟანი წყალთან დაკავშირებით. ერთ ბატონო გიორგი, ბატონი გიგას სურს ბატონო არა პროცედურას ბატონო მოგესალმებით ბატონო გიორგი, მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმები დამს საზოგადოებას. თქვენ ბრძანეთ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომ ჯერ კიდევ მუშაობთ, შესაბამისად დაზუსტება პარამეტრები და ასე ვთქვათ დაზუსტებული პარამეტრებიც შემოვა ჩვენთან. მე ვინაიდან წინა საკომიტეტო მოსმენას არ ვესწრებოდი, მექნება შემდეგი შეკითხვა, ასე ვთქვათ წარმოდგენილ პარამეტრებთან მიმართებაში. მართალია ბიუჯეტი საერთო ჯამში 2.5 მილიარდით იზრდება, მაგრამ მე მინდა შევეხო რამდენიმე პუნქტს და მექნება კითხვა კონკრეტულ მიმართულებით. ამ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შეიძლება ითქვას შრომითი ანაზღაურება და ამას პლუს კიდევ საქონელი მომსახურების ხარჯი ჯამში იზრდება 351 მილიონით. ანუ შრომის ანაზღაურების ნაწილში იზრდება 280 მილიონით, ხოლო საქონელი მომსახურების ნაწილში იზრდება 60 მილიონით. ამის პარალელურად საერთო ჯამში 2025 წლის გეგმასთან შედარებით კაპიტალური ხარჯების, ასე ვთქვათ, კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში გვაქვს შემცირება. ეს საერთო ჯამში შეადგენს 470 მილიონ ლარს. წარმოდგენილი მონაცემებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კაპიტალური ინვესტიციების ხარჯები მცირდება როგორც განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სამწუხაროდ მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით. განათლების სამინისტროს მიმართულებით რაც შეეხება განათლების სამინისტროს აკლდება დაახლოებით 480 მილიონი ლარი. აქ შეიძლება ითქვას, რომ არგუმენტი იყოს, რომ ეს ნაწილი გადადის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა, მაგრამ ჩვენ თუ 2025 წლის გეგმას და 2026 წლის პროექტებს შევადარებთ როგორც განათლების ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, საერთო ჯამში გამოდის, რომ დამატებით 2025 წლის გეგმასთან შედარებით გამოიყოფა მხოლოდ 291 მილიონი ლარი. ანუ ვაკლებთ 480 მილიონ ლარს საერთო ჯამში განათლების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემატება 2025 წლის გეგმასთან შედარებით 290 მილიონი ლარი. ასევე მინდა შევეხო ინფრასტრუქტურის კოდებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმართებაში. აქ დაახლოებით 177 მილიონით მცირდება წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, მონაცემებით 2025 წლის გეგმასთან შედარებით 2026 წლის პროექტი და ასევე 53 მილიონით მცირდება რეგიონალური ინფრასტრუქტურა. ეს 53 მილიონი ამდენაც ჩემთვის ცნობილია, ამას ასე ვთქვათ მართავს განაგებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ხდება ასე ვთქვათ ამ მიმართულებით თანხების შემცირება, ეს ხო არ არის დაკავშირებული იმ რაც იყო გავრცელებული ინფორმაციები კორუფციულ გარიგებებთან და რეალურად შესწევს თუ არა შესაბამის უწყებებს იმის უნარი დამატებით თუნდაც 500 მილიონ ლარზე საინვესტიციო პროექტები განახორციელოს და რატომ არ ხდება ამ მიმართულებით თანხების გათვალისწინება. და ასევე ერთი კითხვა შეეხება ჩვენი ევროპელი დონორების მიერ გამოყოფილ თანხებს, რომლებიც დამერწმუნდით 2024 წლის ბიუჯეტში საკმაოდ მოცულობით იყო წარმოდგენილი და დღეს სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის ფონზე ამ მიმართულებით საერთოდ არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. შეეხება იმ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე რეგიონალური განვითარების კუთხით. ჯამში ეს მოცულობები თუნდაც სამი პროექტის ფარგლებში, რომელიც მაგალითის ეს პროექტები იყო ევროპის სამეზობლო პროგრამა, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, ეს იყო ასევე ევროკავშირის ინტეგრირებული ტერიტორიების განვითარების პროგრამა, ამათი ჯამური მოცულობა შეიძლება ასე ვთქვათ წარმოადგენდა დაახლოებით 70 მილიონ ლარზე მეტს. ამ მიმართულებით დღეს 2026 წლის პროექტში ფაქტიურად გათვალისწინებული არის 0 ლარი.
ამასთან დაკავშირებით რა პასუხები გექნებათ და არ ვიცი და თუ მუშაობთ ამ მიმართულებით დაზუსტებაზე საინტერესო იქნება თქვენი პასუხები. მადლობა. მადლობთ. სხვა შეკითხვა არ არის თქო ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. დავიწყებ წყალთან დაკავშირებით. თქვენ წინაშე უკვე დღეს ბიუროზე განიხილება და ახლობით $200 მილიონი ახალი სესხი გაკეთა, რომელიც უშუალოდ სოფლის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე იქნება და მომდევნო წელს დაიწყება ეს პროცესი. მესმის რომ ყველას გვინდა რომ მალე დასრულდეს ეს პროექტები, თუმცა არ მხოლოდ ფულის კუთხით, არამედ ტექნიკურადაც საკმაოდ რთული სამუშაოებია და ფული რაც უნდა ჩავდოთ ერთ წლის განმავლობაში და 2 წლის განმავლობაში ეს ვერ მოხდება. დაახლოებით 4-5 წლიანი პერიოდი იქნება საჭირო რომ ყველგან ტექნიკურადაც შეუძლებელია წყალი გაკეთდეს, თუმცა სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია და მოსახლეობის რაოდენობა არის, უკვე ჩვენ მომდევნო წლიდან სოფლების დონეზე შევდივართ და ამისთვის ახალი სესხის ხელშეკრულება დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება და იმედი მაქვს რომ რატიფიცირებაც მალე მოხდება და შესაძლებელი იქნება მომდევნო წლიდან უკვე ეს სამუშაოები დაიწყოს. ზოგადად ის რომ რეგიონებს მეტი რესურსი ჭირდება თამაში გეთანხმებით, თუმცა 20-25% და ეს ნიშნავს რომ რაღაც სახელმწიფო ბიუჯეტში რაღაც უნდა მოვაკლოთ. სხვანაირად ეკონომიკა რაც იზრდება, იმაზე მეტად ცალკე რეგიონების თემა ვერ გაიზრდება. რაღაცას მოვაკლებთ აქეთ, მაგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იქით მეტი რესურსის გაშვება და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვიჯელოთ რა მიმართულებები შეიძლება შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ზონაზე და რა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების შემოსავლების ნაწილში. ასევე არის საკუთარი თემები, რომელიც შეგვიძლია ვიმჯეროთ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსავლები მეტი კონდეს და საიდან შეიძლება მეტი შემოსავლის მობილიზება. ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვა იდეა არსებობს და შეგვიძლია ამაზე სამუშაო რეჟიმის ფარგლებში ვიმჯეროთ და გარკვეული მიმართულებები იყოს, სადაც მეტი შემოსავლის მიღება შეძლებენ მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება კითხვას ინფრასტრუქტურის შემცირებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ის რომ რატო იზრდება შრომის ანაზღაურება, გაცხადებული პოლიტიკა არის და ეს არავის სიახლე არ არის. იყო პერიოდი, როდესაც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება საერთოდ იზრდებოდა და სხვაობა კერძო სექტორთან 40%-მდე ჰქონდა უკვე, სხვაობა ერთ და იგივე რანგის თანამდებობებზე იყო 30-40% სხვაობა კერძო სექტორთან, რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სექტორისთვის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნა პარლამენტის მიერ მიღებული და ამის მერე ბოლო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს ყოველთვის შრომის ანაზღაურების ნაწილში. მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, ეს დაკავშირებული იქნება თუ როგორ გაიზრდება კერძო სექტორში ხელფასები, იმის მიხედვით მოხდება საჯარო სექტორშიც ხელფასების და ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, მომავალში ესე გაგრძელდება და გვექნება იგივე ზრდა საჯარო სექტორში, როგორც კერძო სექტორში მოხდება ხელფასების ზრდა. ის რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში გვაქვს შემცირება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც რეალურად ხედავთ და გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ პარამეტრების დაზუსტებაზე, სწორედ ამ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი მოხმარდეს. ჩვენი მიზანი ზოგადად გაცხადებული რაც გვაქვს არის, რომ დაახლოებით 8%-მდე უნდა გქონდეს თნიშნიდან პროდუქტთან მიმართებაში სახელმწიფო ინვესტიციები. სამწუხაროდ გვიწევს შემცირება, ვინაიდან მიმდინარე ხარჯების ნაწილში გვაქვს და მხოლოდ 300 მილიონი ახსენეთ თქვენ, რაც ხელფასების ნაწილში 280, მაგრამ გარდა 280-ისა, იგივე მუნიციპალიტეტებშიც ხდება ხელფასების და იქაც დამატებით რესურსია საჭირო და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური მიმართულებები. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონი ლარით იზრდება. ხო, რაღაცები რო იზრდება, რაღაცის ხარჯზე უნდა გაიზარდოს. ხო, ამიტომ შემცირება გვაქვს ინფრასტრუქტურის კუთხით, თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ პარამეტრების დაზუსტებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, არის რომ მაქსიმალურად მეტი რესურსი მივმართოთ ინფრასტრუქტურაზე, იმისთვის რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირება შეძლოთ და სახელმწიფო ინვესტიციები ამ კუთხით არ იყოს შემცირებული. ბევრი ახალი პროექტი იგეგმება მომდევნო წელს, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში ახალი გზების დაწყება არის დაგეგმილი. ერთ-ერთი ეხლა გამომაქვს, რომელიც გასახულია უკვე ბიუჯეტში და ბათუმის არფის მიმართულებით ახალი გზის დაწყება, იგივე თბილისის შემოვლითი გზის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებია. რა თქმა უნდა, კიდევ რიგში ბევრი პროექტია, თუმცა რესურსი უნდა გავანაწილოთ. ის შესაძლებლობაც არის, რომ ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობა საბოლოო ჯამში არ დავარღვიოთ და ამოდროულად ის შევინარჩუნოთ ის პროპორციები, რაც ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე ხარჯებს შორის არის და სწორედ ამაზე მიმდინარეობს ეხლა მუშაობა. რაც შეეხება გრანტების ნაწილში, გრანტებზე 2 წლის წინ გაკეთა განცხადება და არც 25 წლის ბიუჯეტში ვერ ნახავთ თქვენ ბიუჯეტის მხარდაჭერ გრანტებს. ამაზე ჩვენ არ ვმუშაობთ. დღეს მდგომარეობით გრანტების მოზიდვაზე ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა არ მიმდინარეობს, ვინაიდან განცხადებული პოლიტიკა რომ
ბიუჯეტის მხარდაჭერით გრანტების ნაწილში არ გვექნება ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა კრედიტების ნაწილში, რომელსაც თან სდევს მე გრანტები, ამ ნაწილში მომდევნო წელსაც არის დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე გათვალისწინებული და ეს ყოველთვის იქნება, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე მიმული არის, ანუ გულისხმობ ინფრასტრუქტურა, სადაც გრანტების კომპონენტიც არის ჩართული. მადლობა. მადლობთ, დაზუსტება თუ არის? კარგით. ბატონო გიორგი, შეკითხვების ნაკლებობა გასაგებია, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ. ყველა კომიტეტმა ჩვენ უკვე მეორედ ვიხილავთ, ყველაფერი გასაგებია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიზეზი იმისა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ არ შეცვლილა, არის ის, რომ შემოდის წლევანდელი წლის, ანუ 25 წლის ბიუჯეტი, ცვლილებები და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს შესაბამისობაში, სანამ არ გაირკვევეს პარამეტრები 25 წლის ბიუჯეტის, მანამდე ალბათ ცოტა უხერხულიც იქნება ამ თემაზე საუბარი. მაგრამ ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, რომელიც აქ გამოითქვა და იმედი გვაქვს, რომ 1 დეკემბერს როდესაც შემოვა გადამუშავებული ვარიანტი, ყველა ეს რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ასევე კიდე სხვა საკითხები, რომელიც გაჟღერებული არის მთავრობის მიერ. კარგით, აქ ესწრება სამინისტროს წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში კითხვები მათ მიმართ არ ყოფილა იმ მიზეზის გამო, მე რაც უკვე ვთქვი. ეხლა დავიდეთ მეორე საკითხზე, ასევე ბატონი გიორგის არის შესრულება 9 თვის ბიუჯეტის. დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენ ეს საკითხიც 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად მოგვიწია განხილვა, ვინაიდან წლევანდელი წლის შესრულების გარეშე რთულია ხოლმე საუბარი მომდევნო წლის პარამეტრებზე, თუმცა ძირითად მონაცემებს კიდევ ერთხელ მოგახსენებთ და თუ იქნება კითხვები კოლეგებთან ერთად, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ გიპასუხოთ. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ პირველ 9 თვეში რეალური ეკონომიკური ზრდა გვქონდა 7.7%, მოგეხსენებათ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. წლის პირველ ნახევარში უფრო მაღალი ქონდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველ კვარტალში 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში 6.5% და ჯამურად საშუალო მაჩვენებელი 7.7% შეადგენს. ინფლაციას რაც შეეხება, ჩვენ სექტემბერში დაფიქსირდა 4.8%, წინა წლის სექტემბერთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციას თუ ნახავთ, არის 3%-ის ფარგლებში, პროგნოზი რაც წარმოდგენილი გვაქვს არის 3.6%-ის ფარგლებში იქნება და უკვე მომდევნო წლიდან დაუბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს. საგარეო სექტორიდან ვაჭრობით დავიწყებ. საქონლის ვაჭრობა ჯამში შეადგინა 18 მილიარდ 555 მილიონი დოლარი, რაც 9.1% არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი შეადგენს 5 მილიარდ 151 მილიონ დოლარს, 7.7% არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შეადგენს 13 მილიარდ 394 მილიონ დოლარს. 9.7%-ია და წინა წელთან მიმართებაში. რაც შეეხება საგარეო სექტორის მეორე მიმართულებას, ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სექტორია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ჯამში საქართველოს პირველ 9 თვეში ეწვია 5.327.000-მდე ვიზიტორი, აქედან საერთაშორისო ვიზიტორი, აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შეადგინა 4.307.000 ვიზიტს, 7.9% არის გაზრდილი. რაც შეეხება ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულ თანხას, 3 მილიარდ 637 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 5.1% არის გაზრდილი გასული წლის 9 თვესთან მიმართებაში. ფულადი გზავნილების ნაწილში გვაქვს 6%-იანი და 2 მილიარდ 390 მილიონ დოლარამდეა ჯამში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. აქ ერთადერთი შემცირება არის რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან წინა წლებში იყო ერთჯერადი ჩამორიცხვები და დანარჩენ შემთხვევებში ყველა ქვეყნიდან გვაქვს ზრდის მაჩვენებელი. ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებიდან შემოსავლების ნაწილში ჯამში შესრულებული გვაქვს 21 მილიარდ 32 მილიონი იქნა მიღებული შემოსავლების სახით, დაგეგმილი მაჩვენებლის 102.8%-ია, მათ შორის გადასახადების ნაწილში მივიღეთ 18 მილიარდ 813 მილიონი ლარი, 100.5%-ია და ამავდროულად მილიარდ 896 მილიონი ლარია ზედმეტობის სახით, დღეგის ზედმეტობის სახით დაბრუნებული. გრანტებში მივიღეთ 203 მილიონ ლარზე მეტი, რაც 127%-ია, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში მივიღეთ 2 მილიარდ 15 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 127.1%-ია.
პრივატიზაციიდან ნაერთ ბიუჯეტში მივიღეთ 454 მილიონი ლარი, დაგეგმილი მაჩვენებლით 17.6%, ხოლო სესხების დაბრუნების ხარჯზე მივიღეთ 213.2 მილიონი ლარი, ესეც 154%-ია. რაც შეეხება დეფიციტის მაჩვენებელი ჩვენ მოგეხსენებათ 2.5%-ის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, წლის პირველ 9 თვეში ჩვენ რეალურად პროფიციტი გვქონდა 393 მილიონი ლარის ოდენობით. ვალის მაჩვენებელიც როგორც კლება ტენდენცია შენარჩუნებული გვაქვს 34.9% შეადგინა 1 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში ვალის მოცულობამ და წლის ბოლომდე დაახლოებით 36%-ის ფარგლებში იქნება ვალის მაჩვენებელი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, სადაც შესრულების მაჩვენებელი შემოსავლებში გვაქვს გადაჭარბებით 102.5% გვაქვს მიღებული, მათ შორის გადასახადები 16 მილიარდ 176 მილიონი ლარი, 200 მილიონი ლარამდეა გრანტები, ხოლო სხვა შემოსავლებში 1.391 მილიონი ლარი, პრივატიზაციიდან მივიღეთ 262 მილიონი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი რაც იყო, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 270 მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილში, პირველ 9 თვეში ჩვენ 1.122 მილიონი ლარი მივიღეთ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, 628 მილიონი ლარი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისება, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერით კრედიტების სახით მიღებული გვაქვს 439 მილიონი ლარი. ამავდროულად პირველ 9 თვეში ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე საგარეო ნაწილში მიიმართა 1.562 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილში 839 მილიონი ლარი. რაც შეეხება ხარჯვის ნაწილს, ჩვენ ჯამში პირველ 9 თვეში საკასო შესრულება გვაქვს 19 მილიარდ 277 მილიონ ლარზე მეტი, წლიურ გეგმასთან მიმართებაში 79%-ია ათვისებული, ანუ ჯამში 27 მილიარდ 951 მილიონი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური მოცულობა, კვარტალის ანუ 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება არის 93.3%. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახლა მიმდინარეობს თითოეულ უწყებასთან მუშაობთ იმაზე, რომ იქ შემთხვევაში დანაკლისები აქვს და ჭირდება დამატებითი რესურსი უწყებებს, შემთხვევაში არის გარკვეული ეკონომიები და ამიტომ გადანაწილება, რაც ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს დაახლოებით 2 კვირაში თქვენს წინაშე წარმოადგენთ ამ ცვლილებების პროექტს. ეს არის ძირითადი პარამეტრები, თუ კითხვები არსებობს, სათვალ კითხვებს უპასუხოთ. მადლობა. გთხოვთ კითხვები? კითხვები არ არის, ხო? კარგით. კი ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. უბრალოდ თხოვნა მაქვს აქ ბრძანდებიან სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომ საკმაოდ ჩამორჩენა არის სხვადასხვა სამინისტროებში და ჩვენ გვესმის განმარტებები ვნახეთ, რომ გამოსწორება იქნება, მაგრამ მაქსიმალურად რომ მივაქციოთ ყურადღება. ამით ეს საკითხი ამოწურული არის. მადლობთ ყველას და თუ სურვილი გაქვთ დარჩით, თუ არა და ვისაც არ ეხება დაბრძანეთ. ჩვენ კენჭისყრა ჩავატაროთ ამ საკითხებზე პირველი. ხარი დაუჭიროთ 26 წლის ბიუჯეტს. ერთი და მეორე ცნობად მივიღოთ 9 თვის შესრულება. მადლობა. ერთწუთიანი შესვენება და გავაგრძელოთ. კარგით.
შემდეგი საკითხი დღის წესრიგის ბატონი გიორგი არის საკაცმოხსენებელი საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მეორე მოსმენა ბატონო გიორგი თუ გნებავთ რაიმეს თქვა თუ არ და გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. არა, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს არის ბიუჯეტის თამდევი კანონპროექტი და იგივენაირად რომ მოხდეს დღეს განაწილება როგორც შაშან მივიღეთ გადაწყვეტილება და მინიმუმ 15 მილიონი ხდება ყველა მუნიციპალიტეტს და ამის შემდეგ ხდება დღეს განაწილება ეს რომ შენაჩვენდეს გარდამავალი პერიოდი 2026 წლის ჩათვლით რომ იყოს ეს არის სრულების ძირითადი შინაარსიდან 26 წლის ბიუჯეტიც ამ პრინციპზეა აწყობილი. კი ბატონო. ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა დაუჭერთ ხარს, მაგრამ რატო ერთი წელი და რა თქმა უნდა ხარს დაუჭერთ, იმიტომ მნიშვნელოვანია და თუ მოუმატებთ კიდევ უფრო კარგი, მაგრამ ეს ერთი ყოველწლიურად უნდა გადავიტანო. თუ რატო ხდება ასე რომ ყოველწლიურად ხდება, მაგალითად ამაში არის 26 წლის ბოლომდე, ხო? მე რატო რომ ეს ვადა არ იყოს მითითებული, არ შეიძლება რომ იყოს მუდმივად, თუ რაღაცა ცვლილება დაგჭირდეს, მე შევიტანოთ. ყოველწლიურად რომ არ ვავადოთ. თამაში ჩადებული რა. კარგით, ეს ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილეთ, ეხლა ოქტომბრივი განხილვა, გაიცეთ პასუხი და გადავიდეთ შემდეგ პუნქტობრივ განხილვაზე. შინაარსი არის ის, რომ თქვენი წინადადებები მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტში მეტი შემოსავლები წავიდეს, ჩვენ სხვადასხვა ვერსიებზე ვმუშაობთ, მათ შორის სასამოსავლო გადასახადის ნაწილზე და ამიტომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, მომდევნო წლის განმავლობაში თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა სხვა ფორმულით მოხდეს და სხვა მეტი შემოსავალი წავიდეს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, ამიტომ მე ეს უნდა შეიცვალოს შესაბამისად. ეს არის იგივე შენარჩუნება მომდევნო წლისთვის, თუმცა ალბათ მომდევნო წელს მოგვიწევს მუშაობა და თუ რაიმე გადაწყვეტილებაზე მივედით, რომ როგორ უნდა წავიდეს მეტი შემოსავლები მუნიციპალურ ბიუჯეტებში, შესაბამისი ასახვა უნდა პოვოს მე ამას საბიუჯეტო კოდექსში. კარგი, მადლობა. მუხლი პირველი. აქ პრინციპში პირველი მოსმენის მერე ეს ჩასწორდა, ჩათვლით დაიწერა 2026 წლის ჩათვლით დაიწერა, ნაცვლად 2026 წლამდე იურიდიულ დეპარტამენტს ჰქონდა შენიშვნა და შესაბამისი შესწორება შევიდა პირველ პუნქტში. მუხლი მეორე ამოქმედება. არ გვაქვს. არ გვაქვს სულება, ხო? კარგი, მე მგონი ხარი დაუჭიროთ, ხო გასაგებია ეს კონკრეტულად. კი ბატონო. შემდეგი საკითხი. საქართველოს თავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოქმნილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. ჩვეულებრივი ოპერაციები. ბათუმის სარფის გზის პროექტი. მოხსენები ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკავიძე. დიდი მადლობა, ეს სწორედ ის პროექტია, რომელზეც წეხანაც ვისაუბრე, ახალი მიმართულება, ახალი სესხია, ეს არის ბოლო მონაკვეთი თურქეთის საზღვრამდე, მოგეხსენებათ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დასრულდა და უკვე ბათუმის შემოვლითი გზის შემდგომ სარფამდე მიმავალი ახალი მაგისტრალის მშენებლობაა, ჯამში არის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი და შესაბამისად ერთის მხრივ გამტარიანობა გზის გაიზრდება და მეორეს მხრივ ტურისტული ზონა, რაც გვაქვს სანაპიროს ნაწილი, ის გამოთავისუფლდება ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული ინფრასტრუქტურის პოტენციალსაც. თვითონ 11 კილომეტრიდან დაახლოებით 7.6 კილომეტრი გვირაბი, ახალი გვირაბი უნდა აშენდეს, დაახლოებით კილომეტრ ნახევრამდე არის ახალი ხიდი, რომელიც უნდა აშენდეს და ჯამში ეს მონაკვეთი დაფინანსების მოცულობა შეადგენს 306.592.000 ევროს, 25 წლიანი სესხი იქნება, მათ შორის 6 წელი შეღავათიანი პერიოდი, სესხის პროცენტი დაფუძნებული იქნება 6 წლიანი ევრიბორის მაჩვენებელზე და დაემატება 0.7%. მარჟა პროექტს განახორციელებს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სესხის ვადა არის 2031 წლის ჩათვლით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ტენდერი გამოცხადებულია, წინა კვირაში გამოცხადდა ტენდერი ამ სამუშაოებზე, მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე უკვე გაზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, რომ სამუშაოები დაიწყოს და შესაბამისად უფრო ადრე უნდა დამთავრდეს, ვიდრე სესხის ვადა არის ჯამურად მოცემული. დიდი მადლობა. მადლობა. შეკითხვები ხომ არ არის? 306.592.000 ევრო. პროექტის ღირებულება ამას დაემატება გადასახადები, რომელიც ჩვენთან ადაფინანსების ნაწილი. კარგი, მე მგონი კარგი საქმეა და ხარი დაუჭიროთ.
დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კოლეგებო, გადავდივართ ბოლო საკითხზე, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და ჩვენი ხელმოწერით. საკითხი ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თავდევი კანონის საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მოსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დავიწყოთ ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ. პირველი, რითაც იწყება, ეს არის ვირტუალური აქტივების მომსახურების რეგულირების შემოტანა. ანუ გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების შემოღება. პრაქტიკულად ისეთ დონეს მიაღწია ბრუნვა კრიპტოვალუტის თელ სოფლიოში და ყველა მიმართულებით, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მიიღო მარეგულირებელი კანონპროექტები და მათ შორის რაც ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის ამერიკაშიდაც და ევროპაშიდაც ეს რეგულირება. ჩვენთან 22 წელს იქნა მიღებული კანონი, ოღონდ ეს იყო მოთხოვნილი ევროსაბჭოსთან არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნა იყო და თხოვნა რომ მიგვეღო და ეს იყო მინიმალური, სადაც აღწერილი იყო პროვაიდერების რეგისტრაცია, ამ რეგისტრაციის გაუქმება და განსაკუთრებულ შემთხვევაში შემოწმება ხომ არ არის ამ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს ჩვენ ვიღებთ სრულფასოვან რეგულაციას, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს და ეს რეგულაცია არის მთლიანად იდენტური, რაც ხდება სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. იგივე იქნება პროვაიდერების მიმართ ვირტუალური აქტივების. აი წაგიკითხავთ ასეთი ჩანაწერი. პროექტით ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის პარაგრაფში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე ან ინსტანციურად დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. პროექტით ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები. ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხებზე შესაბამისი კანონმდებლობები ნორმატივები აქტების გამოცემა. ანუ როგორც გითხარით, პრაქტიკულად იქნება სრული ზედამხედველობა ამ კრიპტოვალუტაზე. ეს ერთი მრავალმხრივარი კარგი პირველი რომ მოწესრიგებული იქნება და ამასაც როგორც გითხარით, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიიღო მათ შორის მანივალის მოთხოვნებიდან გამომდინარე. მეორე, დიდ მოთამაშეებს ექნებათ საშუალება რომ შემოვიდონ ქართულ ბაზარზე, რადგან უკვე აქ არის საკანონმდებლო ბაზა, სადაც ყველაფერი გაწერილია, როგორ რა უნდა მოხდეს. ამასთან ერთი დამატება მინდა კიდევ თქვა, რომ ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება გამოცეს აქტი, მოგეხსენებათ, რომ ისე სწრაფად ვითარდება ეს ვირტუალური აქტივები, კრიპტოვალუტა, რომ სხვადასხვა პროდუქტები იქმნება ძალიან მალე და ყოველ წუთში რომ კანონი არ ვიღოთ, რომ თუ რაღაც ახალი შემოვიდა, ეროვნულ ბანკს იქნება აქტის გამოცემის უფლება, რომ ისიც შევიდეს მის ზედამხედველობის ფარგლებში. მეორე საკითხი ეხება ესე იგი 23 წლის სავალუტო ფონდის ანგარიში იყო მოხვედრილი, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით შემდეგი საკითხი. ესე იგი ეროვნულ ბანკს აქვს საწესდებო ფონდი და სარეზერვო ფონდი. ჩვენ ამ წუთში სარეზერვო ფონდზე საუბრობთ. ეს ფონდი არის მილიარდზე მეტი და ყალიბდება ბანკის წმინდა მოგებიდან, ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან და მისი ძირითადი ფუნქცია თელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არის ის, რომ თუ რაღაც მოხდა კრიზისი ან რაღაც და ბანკი ზარალზეა და ასე ვთქვათ, დააფინანსოს ბანკი და რომ არ იყოს რაიმე სტაბილურობას და რაიმე პრობლემა არ იყოს. მაგრამ აქ იყო ასეთი ჩანაწერი, რომელიც არ არის კარგი პრაქტიკა და პრაქტიკულად არ გამოიყენება არსად, რომ თანხა თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მარტო ამისთვის კი არ გამოიყენოს, რომ როდესაც ზარალზე არის. არამედ თავრობასაც მიცეს და ამას იყო მოთხოვნა სავალუტო ფონდის და მართლაც ასე არის, რომ არსად სხვა ქვეყნებში ეს ასეთი არ არის ევროპაში და ვიღებთ თავრობას, ანუ საბჭოს ექნება, როცა ჩათვლის საჭიროდ დააფინანსოს, თუ ასეთი მოხდა, მართლა დაგვიფაროს და ზარალზე წავიდა ეროვნული ბანკი.
ბატონო? მხოლოდ ეროვნული ბანკი კი ბატონო. შემდეგი არის, როგორც მოგეხსენებათ, გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკებისა, საგადახდო მომსახურებას ეწევა სხვა პროვაიდერებიც. მართალია ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ასეთ საქმიანობას ეწევიან. ასეთი არის 34 ორგანიზაცია. მათ ანგარიშები გახსნილი აქვთ კომერციულ ბანკებში. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გინათ თუ არა იჩაგრებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონკურენტები არიან და შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რომ ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიშები, იქაც შეუძლიათ კონტენტი ეროვნულ ბანკშიც გახსნან ანგარიში ამ 34-მა ორგანიზაციამ. შემდეგი არის, ესე იგი, ეროვნულ ბანკს დღემდე ჰქონდა უფლება დღემდე რომ სადღესასწაულო დღეებში თუ ეს საჭირო იყო გამოეცხადებია სამუშაო დღეთ, ახლა იმას ემატება უქმე დღეებიც. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება წლები გავიდე, შეიძლება საერთოდ არ მოხდეს ეს რომ გამოიყვანონ, მაგრამ თუ ამნაირი საშუალება მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. და ბოლოს ეროვნული ბანკის კანონში როგორც ევროპის ცენტრალურ ბანკში, ისევე ყველა ბანკში დამატებით სარგოს რამდენი უნდა იყოს საბჭოს წევრებზე განსაზღვრავს თვითონ ეროვნული ბანკი. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო, 16 წელში ჩაიწერა რომ შეთანხმება ყოფილიყო პარლამენტთან, თუმცა იქვე გარდამავალდებულება შეწერა რომ თუ ეს მანამდე სანამ ეს პროცესი არ დაიწყება და შეთანხმება არ მოხდება, ბანკმა ახორციელოს როგორც ახორციელებდა. რეალურად მკვდარი ნორმა არის და ჩვენ უბრუნდებით იმ ნორმას, სადაც საბჭოს წევრებს ექნებათ უფლება მიიღონ ესეთი გადაწყვეტილება. ეს არის ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ყველა საკითხი, როგორც მე უკვე ვთქვი, რომ 16 წლის 1 ოქტომბრიდან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ამოქმედება. ხოლო რაც შეეხება თანმიმდევრ კანონს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თავიდანვე მინდა ვთქვა კოლეგებო, ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, ამ ნაწილში ეროვნულ ბანკზე არ მაქვს საუბარი, იქ ჩვეულებრივად დარჩა, იყო სურვილი რომ ჩართულიყვნენ საბანკო სექტორი და ამასთან რაღაც აინტერესებდა, რაღაც შენიშვნები ჰქონდა, ამასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა როგორც ასოციაციასთან, ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე რადგან ეროვნული ბანკის მთავარ პრაქტიკულად და ყველაფერი ეხება ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკმა ცალკე გააკეთა შეხვედრები ბანკებთან, როგორც ვიცი, რამოდენიმე შეხვედრა იყო. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გამოგვიგზავნა წერილი შენიშვნების სახით და ჩვენ ამ შენიშვნებს ვითვალისწინებთ. ეს შენიშვნები ეხება შემდეგ საკითხებს და შემდეგ გადავალ რაც დარჩა იმის განხილვაზე. ესე იგი, ამოღებული არის მუხლები, რომელიც ეხება საკომისიო ზედაზღვარს, ფასწარმოქმნის პროცესს და სისტემურ ბანკებთან რეგისტრაციის საკითხებს. ეს მუხლები არის, საჭირო არის რომ გავაჟღეროთ. მეორე მუხლის 36 პუნქტი, მეხუთე პრიმა მუხლის მეხუთე პრიმა პუნქტი, მე-20 პრიმა მუხლის მე-13 პრიმა პუნქტი და მე-13 2 პრიმა პუნქტები. 22 2 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის B, G და D ქვეპუნქტები. 29 მუხლის მე-2 პუნქტის A ქვეპუნქტი. ასევე ეს დაზუსტებები მოხდა, ამოღებული არის მეორე მუხლის 35 და მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-20 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი, მე-34 მეორე მუხლი, 42 მუხლის მეორე პუნქტის V პირველი ქვეპუნქტი. ამისი რაც წავიკითხე, ისინი დაკორექტირდა და დაემატა. ეხლა გადავიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც რჩება კანონპროექტში და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. აქვე ვიტყვი, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ამოღებულია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს დამთავრებულია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან, შეიძლება სხვა კუთხით მიუდგეს, შეიძლება სხვა, მაგრამ ამაზე გაგრძელდება მუშაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ წელს ეს აღარ მოესწრება, გაიცათ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეხლა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დარჩა. პირველი ეს არის ჭკვიანი მარშრუტიზაცია.
ანუ აქამდე ჩვენ გქონდა უცხოური ტერმინი smart routing-ი, რომელიც შეიცვალა ჭკვიანი მარშრუტიზაციით. რას ნიშნავს ეს? ჭკვიანი მარშრუტიზაცია მარტივ ენაზე გულისხმობს ისეთ სისტემას, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ირჩევს ყველაზე სწრაფ, იაფ და ოპტიმალურ გზას. ანუ ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა შეამოწმოს მაგალითად საკომისიოს ოდენობას, ოპერაციის სიჩქარეს და ტრანზაქციის განახორციელებს საუკეთესო გზით. ესე იგი ახლა რომ გასაგებ ენაზე ვთქვათ, მაგალითად თუ მაღაზიებში დგას ტერმინალი, იქ არის როგორც წესი ყველა ბანკის არ დგას, რამოდენიმე ბანკის ტერმინალი დგას, როდესაც გადახდა ხდება ყველა საფინანსო ოპერაცია მიდის ამ ბანკში. ამ ბანკით ხორციელდება, როგორც შემდეგ ხდება ხოლმე გადარიცხვა, გადმორიცხვა. ეხლა ეს იქნება ტერმინალი, რომელიც ამოიცნობს ამ ბარათებს, რომელი ბარათიც არ დადებს და იმ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, პირდაპირ გადაირიცხება იმ მაღაზიაში ეს თანხები. პირდაპირი კონტაქტი ექნება რა. ანუ, როდესაც ბარათს დაადებს სხვა ბანკი, მცირე ბანკი, ვინც არის, ვისაც ახლა არ აქვს, ამ შემთხვევაში თვითონ ტერმინალი მიხვდება თუ რომელია ყველაზე სწრაფი, იაფი გზა რომ ეს გაკეთეს. როგორც წესი ალბათ იქნება იგივე ამ ბანკიდან გადარიცხვა. ეს არის პირველი საკითხი, ალბათ ყველას შეუხედრია რომ დღეს მაღაზიაში შევდივართ, ყველა გეკითხება რომელი ბანკი გინდა და უნდა უთხრა რომელი ბანკი და ასე გეკეთებენ და უცხოეთში ალბათ ყველანი ყოფილვარ და აქ ასეთი რამე არ არის. ავტომატურად გაძლევს ერთ ტერმინალს და ყველა იქიდან გადის. მეორე საკითხი ეს არის ხო აქვე მინდა დროსთან დაკავშირებით საკადახტო მომსახურების პროვაიდერებს ვალდებულება ექნებათ დაანერგონ ეს ჭკვიანი სისტემა და ეროვნულ ბანკსაც ექნება ვალდებულება რომ მანამდე შეიმუშაოს ყველა ეს მექანიზმი რაც საჭირო ამასთან დაკავშირებით 1 აპრილამდე. თუმცა თუ ეს არ არის დოგმა რო გინდა თუ არა 1 აპრილი ჩვენ ზადავართ რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. შემდეგი საკითხი არის ეგრეთ წოდებული ღია ბანკინგი. ეს არის ევროპული ინოვაცია, ისინი უფრო ცოტა შორს წავიდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ამას ვაკეთებთ. ანუ ყველას გვაქვს აპლიკაცია, რომლითაც ტელეფონით იქნება თუ სახლიდან სხვა აპარატით შევდივართ ჩვენ ბანკში, სადაც შეგვიძლია გადავრიცხოთ და სხვა ქმედებები ჩავიდაროთ. ამის მაგრამ შეიძლება არის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ბანკებში აქვს გახსნილი ანგარიში. ამ შემთხვევაში რომ არ მოუწიოს სამი აპლიკაცია, ერთი აპლიკაციით შეუძლია ყველა ბანკში შევიდეს, სადაც მას ეს საჭიროება. ერთი აპლიკაციით. და თუ ჩათვლის რომ იმ სამი ბანკიდან ერთ-ერთი უფრო მოხერხებულია, უფრო კარგი, უფრო მოსწონს, იმას აერჩევს და მას ექნება საშუალება რომ სხვადასხვა ბანკთან კონდეს ამით კავშირი. შემდეგი საკითხი ხო, აქ ამასთან დაკავშირებით იგივე ბანკის ეროვნული ბანკის შენიშვნაში დაზუსტდა 22 2 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის B, G და D ქვეპუნქტები. შემდეგი საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვა. დღემდე ეს გარდამავალდებულებაში იყო 20 და 55 დღე და ჩვენ ამას ვტოვებთ 20 დღე თუ არ ეყოფა გაგრძელება შეიძლება 55 დღემდე და გაგრძელდება ჩვეულებრივად კანონით მივიღებთ. შემდეგი არის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრის ან როდესაც პირიქით ამას ედავებიან, როცა საგადახდო პროვაიდერს ედავება მოქალაქე და ეს განხილვა ხდება ეროვნული ბანკის დავების განხილველ კომისიაში. ეს იყო აქამდე 50,000 ლარზე, ანუ 60 თუ ედავებოდა სასამართლოში უნდა წასულიყო და ეხლა არის 100,000-ზე, რაც საშუალებას მიცევს ზედმეტი პრობლემებისგან სასამართლოში წასვლა ისაც ექნება, მაგრამ უფრო გაუადვილებს მომხმარებელს რომ ამ საკითხზე იდაოს. შემდეგ მოდის ამ კომისიის წევრთა დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები და ამ საკითხის ამ კანონ პროექტების გასაჯროებასთან დაკავშირებით. ხო, ასევე ხდება მაინც უნდა გავაჟღერო მცირედი დაზუსტებები კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტის G ქვეპუნქტში და მე-20 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტში.
ამოქმედება უკვე გითხარით 1 აპრილიდან მოხდება. ეს იყო მოკლედ პირველი მოსმენის დონეზე, ანუ პრინციპების დონეზე, რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა იქნება ალბათ შეკითხვები, მზადავართ პასუხის გასაცემად და აქვე ვიტყვი, რომ ეს არის პრინციპების დონეზე, დეტალებში თუ რაიმე მუხლებში ცვლილებები იქნება შესატანი, რომელიც პრინციპს არ შეცვლის და რაღაც დასაზუსტებელი იქნება. ეროვნული ბანკის და ჩვენ მზადავართ ეს საკითხები განვიხილოთ და გავიაროთ. სხდომას კოლეგებო ესწრებიან ბანკების წარმომადგენლები, სამწუხაროდ მე არ ვიცნობ, მაგრამ ვინც კითხვას დასვა გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ თქვენი თავი. ასევე ეროვნული ბანკიდან აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ბექა ესწრება და თანხმლებთან ერთად. ასე რომ დავიწყოთ კითხვები. ჯერ დეპუტატებს ვთხოვთ, ბრძანეთ. ბატონო ბექა, რადგან თქვენი შენიშვნები გავითვალისწინეთ, ჯერ სადაც ბოლომდე უნდა იყოს ჩართული და ხართ და ამიტომ მაქსიმალურად თქვენს ჩართული იყავით, რომ ყველა კითხვაზე ამოწურებელ პასუხი იყოს. გთხოვთ ბატონო. დიდი მადლობა ბატონო ბატა, ძალიან საინტერესო კანონპროექტები იქნება, ცვლილებები კანონში და რამდენიმე კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. პირველი ეხება, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტის კონტროლის პროექტის შემუშავებას და მაინტერესებს ამ ვადაში, ამ პროექტის სამუშაო პროცესი თუ იქნება ჩვენთან განხილული, გავლილი და თუ არის ამის ვადები დადგენილი, ეს ერთი კითხვა. თქვენ გაუსვით ხაზი ჭკვიანი სისტემის დანერგვას და ტერმინალებიდან, ორი ტერმინალიდან ერთი ტერმინალის დატოვებას, რომელსაც ვადა აქვს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს ეს იქნება ერთ-ერთი ბანკის პროექტი, მაგალითად ერთი ბანკი აიღებს ამ ვალდებულებას, რომ ეს ჭკვიანი სისტემა თავის ტერმინალში ჩააშენოს, თუ როგორ აირჩევენ ბანკები, რომელი ბანკის ტერმინალი დარჩეს. თუ ეს იქნება აბსოლუტურად სხვა კომპანია და ის სხვა კომპანია იქნება კერძო თუ სახელმწიფო კომპანია. ეს მეორე კითხვა. და ღია ბანკინგსაც შეეხეთ, რომელიც აპლიკაციებს ეხება. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ყველა ბანკს თავისი აპლიკაცია აქვს, ზოგისთვის ერთია უფრო მეტად მოსაწონი, მეორესთვის მეორე და თქვენ თქვით, რომ გაკეთდება ახალი აპლიკაცია, რომელიც ფაქტიურად შეკრიბავს ამ ბანკების ინტერნეტ ბანკის მომსახურეობას. ესეც მაინტერესებს, ეს იქნება კერძო კომპანია, სახელმწიფო კომპანია თუ როგორი სახით იქნება ეს აპლიკაცია, ვინ იქნება ამის, ვის ქვეშ იქნება, ეს იქნება ეროვნული ბანკის ქვეშ თუ კერძო კომპანიის ქვეშ იქნება ასეთი აპლიკაციის დაწერა და შემდეგ სხვა ბანკების მიმართ მომსახურეობა. ჯერჯერობით აი ეს კითხვები მაქვს, დიდი მადლობა. მადლობა. სხვა შეკითხვა დეპუტატებს არ აქვს? მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა მივესალმოთ ყველა ინიციატივას, რომელიც კონკრეტული სფეროს უფრო მოწესრიგებას ემსახურება. აქ საუბარი იყო ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემაზე, ეს ახალი სიახლეა ჩვენთვის. პირველ რიგში უნდა ითქვას აუცილებლად ისიც, რომ თუ რამე კეთდება იმისთვის, რომ დღევანდელი სტანდარტების გათანაბრება მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მარტივად მიიღონ მსგავსი სერვისები. მე კითხვაც მქონდა ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ხო ვისი ოპერირების ნაწილი იქნება ეს ყველაფერი, ვინ შექმნის ამ სისტემას, რომელიც უკვე გადაწყვეტს გადახდის შემთხვევაში, რომელ ბანკში უნდა მოახდინოს ეს ოპერაცია. და მეორე ილიამ დასვა უკვე შეკითხვა, ანუ ვინ გაანახორციელებს იგივე მეორე საკითხთან დაკავშირებით აი ადმინისტრირების ნაწილს, რომ ვისთან ექნება, ანუ როდესაც მე შევალ მობაილ ბანკში ერთიან სისტემაში, მე შემეძლება თქვათ, რომ რომელი ბანკის დატოვებაც მინდა ან არჩევაც მინდა, ის ავირჩიო და იმ კონკრეტული ბანკის მობაილ ბანკით მომსახურება გავაგრძელო.
ეს ტექნიკური ხასიათის შეკითხვა მაქვს უბრალოდ რა, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ მერე შემდგომში არჩევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გაგრძელდეს არჩეულ ბანკში მომსახურების მიღება და გაგრძელება. თხოვთ. მივესალმები და მნიშვნელოვანია, რაც უფრო გამარტივდება მოსახლეობისთვის, მაგრამ ტექნიკური საკითხზე მაქვს საუბარი, აქ ისაუბრეთ ჩემო კოლეგებმა და იმიტომ რომ დღეს ძალიან გახშირდა შეღწევები პირად ანგარიშებზე და ამ დაცულობის მხრივ როგორ იქნება ახლა თუ ის მან შეაღწია ყველა ბანკზე და თომა ექნერულად მთლიანად ამას ყველა წამოიღებს და წაიღებს თვითონ. ამიტომ დაცულობა აქ როგორ იქნება ტექნიკურად რა შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის და როდესაც ეს ამუშავდება ეს კანონი და უკვე ეს გადახდეთი სისტემა დაინერგება, ამ კუთხითაც გვაინტერესებს რა იქნება ეს დაცულობის ტექნიკურად როგორ იქნება დაცულობის სისტემის მოგვარება. ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ერთი ესეთი კითხვა გაჩნდა აქ აპლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამოდენიმე ბანკს გაერთიანებს. ეს სავალდებულოა თუ როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ბანკები არის და პრიორიტეტი ყველა სხვადასხვა აპლიკაცია აქვს და რამდენად დაცული იქნება ეს გადარიცხვები უკვე, როდესაც ერთ სისტემაში იქნება გაერთიანებული. და სავალდებულო არის თუ არა, ეს მაინტერესებს. მადლობა. სხვა კითხვები თუ არის საბანკო სექტორიდან? გთხოვთ. წარმოადგენთ გთხოვთ. კი, ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ყველა ამ ინფორმაციისთვის. კითხვებთან დაკავშირებით დავაზუსტებ უბრალოდ რაღაცა ინფორმაცია ჯერ არ არის ჩვენთვის სრულად ცნობილი და აქედან გამომდინარე მაინტერესებდა. პირველი იყო, რომ ანუ საკომისიოების საკითხი სრულად მოიხსნა, იმიტომ რომ არ გვაქვს ჯერჯერობით ახალი რედაქცია ურთიერთკაცვლად და ყველა მემართულებაც მოიხსნა, ანუ დღის წესრიგიდან. დიახ. ეს კითხვა მქონდა, მეორე კითხვა ეხებოდა ჭკვიან მარშრუტიზაციასთან დაკავშირებით. აქ როგორც უკვე ახსენეთ, უფრო მეტ დეტალზე გვექნება სავარაუდოდ ეროვნულ ბანკთანაც საუბარი და თქვენთანაც და ერთადერთი თქო უნდა მექნებოდა რომ ვადაზეც ვისაუბროთ ამასთან ერთად რომ იმიტომ რომ არ მგონია რომ ესე მარტივი იყოს აქაც გაჟღერდა სუსტად იგივე კითხვები რაც მნიშვნელოვანი იქნება ვინ აიღებს მონეტიზაციის ნაწილი არის თუ არა ერთი ბანკისთვის ან სხვა ბანკისთვის უფრო საინტერესო ღია ბანკინგთან დაკავშირებით უბრალოდ ახალი რედაქცია არ ვიცით მაგას ნახავთ და მაგას დეტალებში ვისაუბრებთ სავარაუდოდ ყველანი ერთად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თუ სხვა შეკითხვა არ არის, მე არავის არ ვზღუდავ, კი ბატონო. მაშინ ბატონ ბექას ვთხოვ და მე ჩემგანაც იქნება განმარტება. პირველ რიგში მოგესალმებით. მინდა ჩვენს წერილთან დაკავშირებით დავიწყო და აღნიშნო, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს იმ პათოს, რომ ზოგადად ის საკითხები, რომელიც კანონპროექტში იყო ასახული საჭიროებს რეგულაციას, უბრალოდ გარკვეული საკითხების გადადება მოხდა ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში განხილვისას, ასევე საბანკო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან საუბრიდან გამომდინარე სხვადასხვა პოზიციები იქნა გაჟღერებული და აქედან გამომდინარე ჩვენც უფრო დეტალურად ვსწავლობთ საკითხს და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება კითხვებს პირველი კითხვა იყო ვირტუალური აქტივის რეგულაციასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ სიტუაცია როგორ არის. 2022 წელს მოხდა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში და ეროვნულ ბანკს და ზოგადად საქართველოში შესაძლებელი გახდა რეგისტრაცია განხორციელებულიყო ეგრეთ წოდებული ვასპების კრიპტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების. უბრალოდ დღეის მდგომარეობით ჩვენ ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქცია
უფლებამოსილებები გააჩნია მხოლოდ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაწილში და ასევე ანგარიშთან გადარიცხვასთან თანხმლები ინფორმაციისთან დაკავშირებით, ასევე გარკვეული წესები გვაქვს შემუშავებული ადმინისტრატორებთან დაკავშირებით. ვინაიდან დღის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებული არის 29 ვირტუალური აქტივის მიმწოდებელი პროვაიდერი და ასევე ჩვენთან რამდენიმე 10-ზე მეტი სარეგისტრაციო განაცხადი მიმდინარეობს, ასევე სექტორი აქტიურად ვითარდება. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ მოხდეს მათი სრული ზედამხედველობა, რადგან დაცული იყოს როგორც მომხმარებელთა უფლებები, ასევე დარგში დაინერგოს ის სტანდარტი, რომელშიც მსოფლიო მიდის. თან ჩვენც გარკვეული გამოცდილება მივიღეთ ამ სექტორის ზედამხედველობის კუთხით. თქვენი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ რა რეგულაციასაც მივიღებთ პარლამენტთან იქნება თუ არა შეთანხმებული. ანუ ჩვენ, როდესაც დელეგირება ხდება სხვა ჩვენი მანდატის ქვეშ რომელი სუბიექტებიც არიან, ჩვენ თვითონ ესე ვთქვათ გამოვცემთ ნორმატიულ აქტებს, ქვეყნდება საკანონმდებლო მარცნეზე და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს შეიძლება გაიცნოს. ესე ოფიციალურად რომ პარლამენტთან გამოგზავნილი იყოს, ესე არ ხდება ხოლმე. დიახ. დავაზუსტებ. მესმის ეს რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იმ გამოცდილებით, დაგროვებული გამოცდილების შედეგად მიიღეთ. მე მინდოდა მეკითხა ტექნიკურად როგორ ხორციელდებოდა ეს, მაგრამ ეხა გასაგებია ჩემთვის, რომ ეს ყველაფერი უკვე მუშაობს რაღაც ეტაპამდე, უბრალოდ პართოვდება ზედამხედველობა ამ ტრანზაქციებზე. ანუ შეზღუდული ზედამხედველობა გქონდა, ესე რომ ვთქვა და ეხლა ისევე როგორც სხვა სუბიექტების მიმართ ვახორციელებთ ზედამხედველობას, იგივე ზედამხედველობის ფარგლები გვექნება. რაც შეეხება შემდეგ კითხვა, შეეხებოდა ჭკვიანი მარშრუტიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სავალდებულო ხდება მხოლოდ ის, რომ საშუალება იყოს დაერთების, ან მაგალითად არ არის სავალდებულო, რომ მაინდამაინც ესეთი პოსტერმინალი გაჩნდეს. უბრალოდ თუ მაგალითად ეს შეიძლება იყოს კომერციული ბანკი ან სხვა დაინტერესებული პირი, შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე, შეიძლება გაერთიანდნენ, თუ იქნება ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ განახორციელოს ესეთი სერვისის მიწოდება, ბანკებს არ ექნებათ უფლება ან სხვა ვისაც მსგავსი ინფრასტრუქტურა გააჩნია, ჩაკეტოს ინფრასტრუქტურა და ეს სუბიექტი არ დაუშვას. ანუ თემა არის ის, რომ როგორც ევროპაში, არ ვიცი თქვენც ვინც დადის ევროპაში ნანახი ექნება, რომ შედიხართ ეს იქნება ამერიკაში თუ ევროკავშირის ქვეყნებში, არ გეკითხებია რომელი ბანკის ბარათი გააქვთ, უბრალოდ ტერმინალს გაძლევენ, ეს ტერმინალი თვითონ ინფრასტრუქტურა კი არის ტექნიკური, მაგრამ თავარი მაგის უკან არის ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფა და ეს პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა ეკოსისტემას როცა ესაუბრება და ელაპარაკება, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ რომელი მაგალითად ბარათს რო გაატარებ, რომელიც უფრო ყველაზე იაფიანი და მარტივი და ესე ვთქვათ სწრაფი გზა არის გადახდის დასასრულებლად იმ არხს მიმართოს და შესაბამისად თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის ამასთან დაკავშირებული საკითხი. ისა, მოდი პროცედურებს მოყვეთ დროში არ ვარ შეზღუდული, აი დაამთავროს, მოდი და დაზუსტებებზე მე ჩაინიშნეთ და დავსვათ შეკითხვა. ბექა გთხოვ ყველაფერზე გავიაროთ და მე კი ბატონო და მეც რამდენიმე კითხვა იყო ღია ბანკინგთან დაკავშირებით. ღია ბანკინგთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ზოგადად ღია ბანკინგიც არის საშუალება და არა ვალდებულება. ვალდებულება არის, რომ გარკვეულ ინფრასტრუქტურა, ანუ გარკვეული ტექნოლოგიური მოთხოვნები დაცული იქნეს ბანკების მხრიდან. თვითონ ღია ბანკინგის პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს 2020 წლიდან და 2021 წელს პირველი, ესე ვთქვათ, ტექნიკური მოთხოვნები უკვე დადგენილი იყო. დღეს მდგომარეობით, რადგან უყურებთ, რომ ბაზარზე გარკვეული მოთხოვნები და სერვისის მიმწოდებლები გამოჩნდნენ, ასევე გარკვეული კომპანიები, ეს ძირითადად ფინტექ კომპანიები გახლავთ, გამოჩნდნენ და მათ აქვთ გარკვეული სურვილი და ჩვენც უყურებთ, რომ განვითარება შეიძლება უფრო კარგად იმისათვის, რომ საბოლოო მომხმარებელმა ამ შემთხვევაში მოსახლეობამ უფრო კაი სერვისი მიიღოს.
აქედან გამომდინარე ხდება გარკვეული პუნქტების დაზუსტება, იმიტომ რომ ასევე პრაქტიკაში ჩვენსა და ბანკებს შორის გარკვეული სხვადასხვანაირი წაკითხვაც არსებობდა და ის რომ არ იყოს გაუგებარით ბუნდოვანი, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და მიზანშეწონილია, რომ კანონისთან ჩანაწესი და დანაწესი თუ ვის რა ევალება და ვის რა ვალდებულება აქვს, უფრო ნათელი და მკაფიო იყოს. თვითონ ღია ბანკინგის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონკურენცია გაიზარდოს და საბოლოო მომხმარებელს უფრო კაი და ხარისხიანი სერვისი ჰქონდეს. კითხვა იყო ასევე გაჟღერებული კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ იგივე უსაფრთხოების სტანდარტები უნდა იყოს დაცული, ვინც გამოიყენებს open banking-ის სისტემას ან open banking-ის სერვისის მიწოდებას, როგორც ეს გააჩნიათ ბანკებს და იგივე რაც mobile bank-ი რო ავიღოთ, ეხლა თუ აქვს რომელიღაცა ბანკს ესა თუ ის mobile bank-ი რა უსაფრთხოების სტანდარტებით მოეთხოვება მან რომ დაიცვას, იგივე უსაფრთხოების სტანდარტები მოეთხოვება იგივე fintech კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სერვისს განახორციელებს. ხო, ბანკების წარმომადგენლებიდან გამოდიან ბატონ ალექსანდრეს რაც ქონდა კითხვა მაგასთან დაკავშირებით, ანუ გარკვეული საკითხების გადადება მოხდა, გარკვეული საკითხების დაზუსტა, მას შორის ჭკვიან მარშრუტიზატორთან დაკავშირებით და ალბათ უკვე მეორე მოსმენაზე მუხლობრივი დეტალების გავლა როცა შეგვეძლება, გვექნება მაშინ. მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენს და რა არის ამოღებული? ანუ ზედაზღვარი საკომისიოები ან ფასამოქმედების თემა და როგორც გითხარით სისტემური საკომისიოს, ანუ სამი ძირითადი საკითხი რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ურთიერთგადაცვლის საკომისიოსთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, ეროვნული ბანკის ზოგადი უფლებამოსილება საკომისიოების დაკეფვის ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, და ასევე MDR-ის ზედა ზღვარი. რაც შეეხება მარშრუტიზატორს, სამუშაო შეხვედრის დროსაც თქვენს გქონდათ გარკვეული მოსაზრებები, რომ არ იყო განმარტებული და გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები რა როგორ უნდა განხორციელებულიყო, აღნიშნული დაზუსტა, წარმოდგენილია. თქვენც რო გაიცნობით, შემდეგ მოხარულები ვიქნებით, რომ უფრო დეტალურად მოგვეცეს საშუალება, რომ ვისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით. პრინციპების დონეზე ახლა ღია ბანკინგი ისედაც არსებობს და არ მგონია, რომ იყოს რაიმე გარკვეული მოსაზრება, რომ ღია ბანკინგი არ უნდა გქონდეს, რაც შეეხება მარშრუტიზატორს, ისევე როგორც ევროპაში, აზიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენც გვინდა რომ მსგავსი სერვისის მიწოდების საშუალება გქონდეს. დაზუსტებებზე გადავდივართ, ბატონო ელია გთხოვთ. დიდი მადლობა. რამდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა. თქვენ თქვით, რომ ჭკვიანი სისტემები იქნება დანერგილი ყველა იმ კომპანიის მიერ, რომელიც მოინდომებს ამ სისტემაში ასეთი სერვისის შეთავაზებას, თუნდაც ბანკების მიმართ. მათ დაჭირდებათ თუ არა რამე ლიცენზირების აღება, რომ ამასაც ხაზი გაუსვით თქვენ, რომ იმ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, ალბათ პირველ რიგში უსაფრთხოების და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნებისმიერ კომპანიას ექნება უფლება შესთავაზოს ფინანსურ ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში ბანკებს, ამ სერვისით მომსახურეობა. თუ აი ამის დაზუსტება მინდა და რა პროცედურები არის იმისთვის, რომ ეს გაიაროს და მიიღოს უფლება კერძო კომპანიამ ამ სერვისით მომსახურეობისთვის. ეს ერთი და ღია ბანკინგთან დაკავშირებით ფაქტიურად ანალოგიურად იგივე კითხვა მაქვს ამაშით, ნებისმიერ კომპანიას, ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია მოარგოს, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოების გათვალისწინებით ნებისმიერ ბანკს და შესთავაზოს მას ესეთი სერვისი, რომ ყველა ის ბანკის სერვისები ჩააშენოს ამ აპლიკაციაში. ამას დაჭირდება ლიცენზიის აღება თუ რა პროცედურები იქნება გასავლელი, რომ ესეთი კომპანია იყოს ბაზარზე წარმოდგენილი. მადლობა. ბატონო გიორგი. მე ესეთი კითხვა გამიჩნდა კიდევ. რაც შეეხება ტერმინალებს, რომლის დაყენებაც ასე თუ ისე იქნება უკვე შესაძლებელი,
გადასახადი, ანუ ბანკებთან ურთიერთობა როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს ტერმინალები რომ დააყენონ, რა თქმა უნდა, ჭირდებათ ყველა ხარ დააყენებენ რაღაც შემოსავალი რომ მიიღონ და ბანკებს ანუ საკომისიო უნდა გამოვართოს თუ ვის უნდა გამოვართოს თუ როგორ შეჯერდებიან, ეს შეჯერებული არის თუ როგორ არის. მადლობა. უკვე გავიარეთ, მაგრამ ძალიან კარგი. მადლობა, რამოდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა მექნება თუ შეიძლება აენაკოს დავა საქართველოს ბანკი. პირველ რიგში smart routing-თან დაკავშირებით. საქართველოს ბანკი? დიახ. smart routing-თან დაკავშირებით გვაინტერესებს გასაგებია რომ ვისაც ექნება უფლება შესაძლებლობა რომ შესთავაზოს ეს სერვისი, მას არ ექნება შესაძლებლობა რომ ჩაკეტოს ეს სერვისი, მაგრამ არსებობს თუ არა ასე ვთქვათ ვალდებულება იმისა რომ სხვები დაუერთდნენ თუ ასეთი სერვისი შედგება პირველი და მეორე ამ სერვისთან დაკავშირებით ფასწარმოქმნასთან მიმართებით რაიმე ჩანაწერი ხომ არ არის ახალ ასე ვთქვათ პროექტში და მეორე open banking-ის გაფართოებულ საზღვრებთან მიმართებით რომლებიც პირველ დრაფტში ყოველ შემთხვევაში ესე იყო იკითხებოდა რომ ეს გაფართოებული ვალდებულებები რომლებიც წარმოეშობოდათ ბანკებს და ამ შემთხვევაში გულისხმობ სხვადასხვა ტიპის ფინტეკების ჩვენს ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაჩენას ეს სერვისები უნდა მიგვეწოდებინა უფასოდ. ისევ იგივე პათოსით დარჩა ცვლილებები თუ ამ შემთხვევაშიც გარკვეულად შეიცვალა დრაფტი. მადლობა. კარგი, ამით ამოიწურა საკითხი, ახლა პასუხები გთხოვთ. დავიწყებ ღია ბანკინგთან დაკავშირებული შეკითხვებით, ანუ ღია ბანკინგთან დაკავშირებით რომ მოხდეს სერვისის გამოყენება, ამისათვის აუცილებელია რომ ეროვნულ ბანკისგან თანხმობა მიიღოს სუბიექტმა, ანუ ჩვენთან რეგისტრაცია უნდა გაიაროს, მე არსებობს რაღაც ტექნიკური მოთხოვნები და იმ ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება რომ მიიღოს ღია ბანკინგის პროექტში ესე რომ ვთქვათ მონაწილეობა. ეს არის პირველი საკითხი, რაც ამას შეეხებოდა. რაც შეეხება ღია ბანკინგთან დაკავშირებით ქალბატონი ანას შეკითხვას, მოგახსენებთ, რომ ესე იგი ჩვენ რაც გვიწერია და გავითვალისწინეთ კანონმდებლობაში დღის მდგომარეობით, ეს არის ძალიან მინიმალური საბაზისო, რასაც ვთვლით, რომ ყველაფერი უფასოდ უნდა იყოს ის ნაწილები, რომელიც ახლა დღის მდგომარეობით არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ პროექტმა წარმატებით იფუნქციონიროს და იმუშაოს და ვთვლით, რომ ამ მეთოდით არის წასული ევროკავშირიცა და სხვა წარმატებული ქვეყნებიც და შესაბამისად, შემდეგ უკვე მუხლობრივი განხილვის დროს შეგვეძლება, რომ გარკვეული მოსაზრებები გავცვალოთ თუ კოლეგები რა თქმა უნდა არ დაგვეთანხმებიან. რაც შეეხება ჭკვიან მარშრუტიზატორთან დაკავშირებულ შეკითხვას. პირველი, ჩვენ ვაჩენთ დღის მდგომარეობით მარტო შესაძლებლობას, ანუ იმის, რომ ინფრასტრუქტურა გაჩნდეს. რაც შეეხება აი უსაფრთხოების სტანდარტები და ასე შემდეგ, ეროვნული ბანკისკენ ჩნდება ესე ვთქვათ საშუალება, რომ გარკვეული სტანდარტები დაამტკიცოს ან შეითანხმოს, რომელიც სტანდარტებიც იქნება დანერგილი. დღეს მდგომარეობით წარმოდგენილი რედაქცია, რაც არის კანონ პროექტში, რაიმე სახის ლიცენზია, ანუ ვისაც მოუნდება, რომ შესაბამისად როცა დააკმაყოფილებს, ესე ვთქვათ, გარკვეულ მოთხოვნებს ეს სერვისი მიაწოდოს. მას რაიმე სახის ლიცენზია ჩვენ დღევანდელ წარმოდგენილი რედაქციით არ გვიწერია და შესაბამისად თუ ადამიანი დააკმაყოფილებს, რა ვიცი, უსაფრთხოების სტანდარტებს, იქ ბანკის ეკოსისტემაში დაშვებულ სტანდარტებს, ეს იქნება. სავალდებულო ის, რომ ეს სისტემა, ანუ ამ სისტემით ვიღაცა მისარგებლოს, ვიღაცას რო დავავალოთ, ესეთი არ არის, უბრალოდ ჩვენ ვიძახით, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელსაც ესეთი ეკოსისტემა გააჩნია, ვალდებულია, რომ ვიღაცა დაუშვას, ვინც ამას მოითხოვს, შესაბამისი სტანდარტების დაცვით და მას თქვენი კითხვაც, რაც მდგომარეობდა საფასურთან დაკავშირებით, არ უნდა გადაახტევინოს იმაზე მეტი, ანუ ისე არ დისკრიმინაციულად არ უნდა მიუდგეს, ვიდრე ის თავის სერვისს გაწევს ან თავის ესე ვთქვათ, შვილობილ კომპანიას გაუკეთებდა, ანუ დისკრიმინაციული ფაქტორია გამოურიცხული და დაშვებულია უბრალოდ ინფრასტრუქტურაზე წვდომა.
რა თქმა უნდა, ჩვენ იმას ვერ ვიტყოდით, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ან მაგალითად შეიქმნა, შეპესე მოვიდა და არანაირი უსაფრთხოების სტანდარტი არ დაიცვა, ან არაფერი არ გააკეთა, მაგაზე მივიდეს და ბანკის ეკოსისტემას დაუერთდეს, იქიდან გამომდინარე, მომხმარებლის სენსიტიური ინფორმაციაზე ცნობა შეიძლება კონდეს მას და ეს მონაცემები დაცული უნდა იყოს. გონი ყველა კითხვაზე დავეცი პასუხი. ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ჩვენ არ შემოგვივართ ქალბატონო ანა მაგასზე. კარგი, ამ ეტაპზე ამოღებულია პლანოები. მორჩით ბატონო. ესე გამომწურავოთ ისაუბრა რამოდენიმე საკითხზე გამომახვილებთ უყურებთ არ მინდა გავმეორდე რა პრაქტიკულად. კრიპტოვალუტაზე უკვე ითქვა რომ ეს მათ განსაზღვრის ესაუბრენ ვინც ამ სფეროშია ჩართული და თვლიან რომ 1 სექტემბერი საკმარისია მით უმეტეს აღრიცხული ყავთ უკვე და რეგისტრირება გავლილია. ვისი იქნება ტერმინალი, ვისაც სურვილი ექნება და გააკეთებს, მისი იქნება. უბრალოდ უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაზედაც საუბარი იყო და რაც ვისაუბრეთ. დაცულობაზე გასაგებია რომ უნდა იყოს მაქსიმალური და ეს მოთხოვნები იქნება. დანარჩენზე ყველაზე პასუხი გაიცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ ის საკითხები რაც ბრძანა ამოღებული. ეხლა მთავარი რაც არის, ეს ორივე საკითხი, რომელზედაც ჩვენ ახლა ეროვნულ ბანკზე ამდენი საკითხები იყო, იქ არა ძალიან კარგი და იმაზე არ იყო შეკითხვები, კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს ორი საკითხი, ჭკვიანი მარშრუტიზაცია და ღია ბანკინგი, ეს არ არის ჩვენი სამწუხაროდ ჩვენი გამოგონილი. ასე მუშაობს უკვე ევროპა, განვითარებული ქვეყნები და ჩვენც გვინდა იგივე გავაკეთოთ. თუ ამ კანონში პრინციპი ამაზე ჩვენი ხელმოწერები დავადასტურეთ რომ ეს უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება პრინციპის დონეზე, რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, რომ თუ რაღაც ტექნიკური საკითხი ისეთია, რომელიც არ მოგწონთ რაღაც უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს და რამე, 2 კვირა გვაქვს მეორე მოსმენამდე, ჩვენ ვზათავართ ვითანამშრომლოთ განსაკუთრებით ეროვნულ ბანკთან, გთხოვთ, ისედაც არ არის პრობლემა, მაგრამ ეროვნულ ბანკთან, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ეროვნული ბანკის ურთიერთობა. ჩვენ ვზათავართ უთვლით, ჩვენთან ერთად ჩავატაროთ ვარ ცალკე, მაგრამ ჩვენ ვზათავართ ამ 2 კვირის განმავლობაში შევთანხმდეთ ტერმინებზე, ჩანაწერზე, მაგრამ პრინციპი ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა მივყვეთ ხალხის მოთხოვნას და საუკეთესო პრაქტიკას, როგორც ეს ევროპაშია. ამიტომ პრინციპებს არ შევცვლით და ტექნიკურად ვზათავართ დროის გადაწევით დაწყებული სხვა საკითხებით ყველაფერს. კი ბატონო, თუმცა უკვე ამოიწურა, მაგრამ გზანით. მადლობა, მოგესალმებით, დავით გიკვიძე, საქართველოს ფინტეკ ასოციაცია. პირველ რიგში მინდა ბოდიში საიდან ძალდებით ბატონო და საქართველოს ფინტეკ ასოციაცია, ფინანსური ტექნოლოგიების ასოციაცია. პირველ რიგში მინდა ამ პროექტის ინიციატორებს მადლობა გადაუხადო იმ კუთხით, რომ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ზუსტად სექტორს, ფინტეკ სექტორს, იმ სექტორს, რომელსაც მე წარმოვადგენ და ჩემი ასოციაცია, ასე ვთქვათ, იცავს, მნიშვნელოვნად გაეზრდება სამუშაო არეალი. აქვე ბატონებს და ქალბატონებს მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს აღნიშნული სექტორი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კომერციულ ბანკებზე და მათი, ასე ვთქვათ, სერვისების პირველი გამომყენებლები არიან და ასე ვიტყოდი, გადამყიდველები, ასე ვთქვათ, და შესაბამისად მათთვის გარკვეული არეალის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე ბატონო თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის განხილვის საგანი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ საბანკო სექტორს შორის და ასევე ბატონებსაც მინდა გარკვეულწილად პასუხი გავცე იმ კითხვაზე, თუნდაც smart routing-თან დაკავშირებით ვინ იქნება, ასე ვთქვათ, ამ ტერმინალების პროვაიდერი, აქ პოტენციურად თავად ფინტეკ კომპანიები შეგვიძლია განვიხილოთ, შესაძლოა. თუნდაც ღია ბანკინგის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომხმარებლები არიან დღესდღეობით ფინტეკ კომპანიები, რომლებიც ჩაერთნენ უკვე ღია ბანკინგის პროექტში და სხვათა შორის საკმაოდ ინოვაციური გადახდის მეთოდები და სხვადასხვა მეთოდები დაანერგეს უკვე ბაზარზე. შესაბამისად, სექტორის სახელით მინდა გამოვთქვა სურვილი და ასე ვთქვათ, მოწოდება, რომ თავად ეროვნულ ბანკთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, საბანკო სექტორთანაც შესაბამისად კარგი ურთიერთობა გვაქვს და მზად ვართ ჩვენც ჩავერთოთ ფინტეკ კომპანიების სახელით აღნიშნული საკითხების დამატებით განხილვაში. ვფიქრობ, ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილებაც შესაძლოა დაეხმაროს კიდევ უფრო განვითარებას ამ მიმართულების. მადლობა. დიდი მადლობა. მე მგონი ამ ეტაპზე ამოვწურეთ საკითხები, კენჭის ხლაზე ვაყენებ, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დავუჭიროთ. მადლობა, წინააღმდეგი არ არის. კარგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი, რაზედაც შევთანხმდით, გავაგრძელოთ საუბარი, რომ მაქსიმალურად მეორე მოსმენის დროს იყოს ამოწურული ყველა საკითხი, რომ რაიმე გაუგებრობა არ იყოს. კარგად, ზანდებოდეთ, დიდი